პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლამდელი ახსნა და განათლების პროგრამა აკეთებს ვებინარების ციკლი, რომელიც ეხება ბავშვის განვითარების კანონზომიერებებსა და სწავლისა და განვითარების თეორიებს. დღევანდელი ჩვენი ვებინარის თემა გახლავთ სოციალური დასწავლა პრაქტიკაში. ანუ როცა უფროსი ხდება მაგალითი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ბავშვები მხოლოდ ინსტრუქციებით არ სწავლობენ. არამედ ისინი გვაკვირდებიან ჩვენ უფროსებს, როგორ ვიქცევით, როგორ საუბრობთ, როგორ ვაგვარებთ კონფლიქტებს, მართავთ ემოციებს და სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე სწავლობენ ბავშვები თავადაც, ქცევებს, დამოკიდებულებებსა და სოციალურ ნორმებს. ასეთ შემთხვევაში აღზრდელი და მშობელი არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ცოდნის გადამცემია. იგი ხდება ცოცხალი მაგალითი, რომელიც ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე. ბევრად ძლიერს ვიდრე სიტყვიერი მითითებელი. სწორედ აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ დღეს მოგვიწვიეთ ანასტასია ქიტიაშვილი, ივანე ჭავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სოციალური ფსიქოლოგი. მოგესალმებით ანი და გისმენთ. მოგესალმებით ნინო, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე, როგორ სწავლობენ ბავშვები ყოველდღიურ ცხოვრებაში. არა მხოლოდ მაშინ, როცა რაღაცას ვუხსნით, არამედ როცა უბრალოდ გვაკვირდებიან. როგორც ნინო მოკლედ ჩემ შესახებ რო ვთქვა, როგორც ნინომ თქვა, მე ვარ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბავშვებთან, ახალგაზრდებთან მუშაობის და ჩემთვის ეს თემა, სოციალური დასწავლის საკითხი, არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკაში ხშირად გამოყენებადი თემაა. ხშირად ჩვენ გონია, რომ სწავლა იწყება ახსნით ან ინსტრუქტაჟის მიწოდებით, მაგრამ რეალურად ის იწყება უფრო ადრე, იმ მომენტში, როდესაც ბავშვი უყურებს, როგორ ვლაპარაკობთ, როგორ რეაგირებთ და როგორ ვიქცევით. ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ეხება სწორედ სოციალური დასწავლის თეორია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისაც ბავშვებთან უწევს მუშაობა ან მათთან ყოველდღიურ ურთიერთობაში არის. ლექციის განმავლობაში, აი ჩვენი ვებინარის განმავლობაში შევეცდები რეალურ მაგალითები გაგაცნოთ ასევე და რეალური მაგალითების განხილვის საფუძველზე გავარკვიოთ, რას ნიშნავს სოციალური დასწავლა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, სანამ უშუალოდ გადავალთ დასწავლის პროცესზე, სოციალური დასწავლის პროცესზე, მანამდე ძალიან მოკლედ რას ნიშნავს დასწავლა. ეს არის პროცესი, როდესაც ადამიანი გარემოსთან ურთიერთობის შედეგად იძენს ახალ ცოდნას, უნარებსა და ქცევებს. როგორც წესი, დასწავლა იწვევს ქცევის, ემოციების და აზროვნების გარკვეულ ცვლილებებს, ის ეფუძნება პირად გამოცდილებას, დაკვირვებას და პრაქტიკას და ძალიან მნიშვნელოვნად არის განპირობებული ადამიანის ქცევა მისი წარსული გამოცდილებით. და შესაბამისად ქცევის გაგება შეუძლებელია მისი განვითარების ისტორიის გათვალისწინების გარეშე. აქ მინდა ერთ რამეზე მკაფიოდ შევთანხმდეთ, რომ ბავშვი არ იქცევა უბრალოდ ბჭყალებში, რომ ვთქვათ ასე, მისი რეაქციები არის იმის შედეგი, რაც მან ადრე განიცადა სკოლაში, ოჯახში, სხვა გარემოში. როდესაც ვამბობთ, რატომ იქცევა ბავშვი ასე, შეიძლება ეს კითხვა ჩავანაცვლოთ და ვიკითხოთ, რა ისწავლა მან აქამდე და როგორ დადგა ეს შედეგი და რა იყო ამის განმაპირობებელი. პირველი ერთ-ერთი დასწავლის თეორია, რომელიც სამი მექანიზმით მიმდინარეობს და პირველი ეს არის ასოციაციური დასწავლა, კლასიკური განპირობება უკავშირდება პავლოვის სახელს. ასოციაცია ნიშნავს, რომ ბავშვი ერთმანეთთან აკავშირებს მოვლენებს და განცდებს. თუ რაღაც ხშირად ხდება ერთსა და იმავე ემოციასთან ერთად, შემდეგ ეს ემოცია ავტომატურად ჩდება მსგავს სიტუაციაში. თავდაპირველად ნეიტრალური რამ, ეს იქნება ადგილი, სიტყვა ან ხმაური, შეიძლება გახდეს ემოციის გამომწვევი, რადგან ადრე მასთან რაღაც მნიშვნელოვანი განცდა იყო დაკავშირებული. მაგალითად, შფოთვის მაგალითი, თუ ბავშვი ხშირად იღებს შენიშვნას დაფასთან გამოსვლისას, მომავალში და ეს რამდენჯერმე გამტკიცდა, მომავალში დაფა ან მასწავლებლის გამოძახება შეიძლება შფოთვას იწვევდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში რეალური საფრთხე არ არსებობს. ან მაგალითად პირიქით პოზიტიური სიხარულისთან დაკავშირებული მაგალითი, თუ მასწავლებელი ხშირად აქებს მოსწავლეს კონკრეტული აქტივობის დროს, ეს აქტივობა ბავშვში სიხარულსა და მოტივაციას გამოიწვევს მომავალში. აქ მნიშვნელოვანია სიტყვა ავტომატურად. ბავშვი არ
აფიქრობს, არ აანალიზებს, უბრალოდ აკავშირებს ამ მოვლენებს ერთმანეთთან. ამიტომ შეიძლება ბავშვს ეშინოდეს რაღაცის ისე რომ მან ამის ახსნა არ იცოდეს და ვერ ხსნიდეს რატომ. Ani, tu შეიძლება დავაზუსტებ, თუ შეიძლება. ანუ, მაგალითად, თუ ბავშვი მიდის პირველი დღე ბაღში, ხო? ანუ, ამ შემთხვევით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ნეიტრალური სტიმული მისთვის, ჯერ ხო, მათ არ იცის თუ რა დახვდება იქ და ამ შემთხვევაში თუ მასწავლებელმა დაამყარა ღიმილით შეხვდა, ძალიან თბილად მოიკითხა, ჩართო რაღაც გარკვეულწილად გააცნო სხვა რამდენიმე ბავშვი, ხო? ანუ რაც მასში გამოიწვევს ავტომატურად სასიამოვნო ემოციას, მომდევნო დღეს გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ის კვლავ სიხარულით მივა ბაღში, ხო? კი ბატონო, ეს აბსოლუტურად ძალიან საინტერესო მაგალითი არის და ეს კავშირი მე უკვე ავტომატურად დგება, ხო? ავტომატურად ყალიბდება და ბავშვისთვის ეს საგნები, გარემო და გარკვეული სიტუაციები იწვევს ემოციას და რა თქმა უნდა ეს სასურველია იყოს აუცილებლად დადებითი ემოცია, ვთქვათ, რომელიც მნიშვნელოვანი არის სწავლის პროცესში, ხო? კი ბატონო, და მეორე ფორმა ეს არის გამტკიცება, უკავშირდება სკინერის და ბიჰევიორისტების სახელს. გამტკიცება ნიშნავს, რომ ადამიანი უფრო ხშირად იმეორებს იმ ქცევას, რომელსაც სასიამოვნო შედეგი ან გარკვეული მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვება. ამიტომ ეს ქცევა არის დაჯილდოვებულია, ანუ თუ კი დაჯილდოვებული არის ქცევა და მას მოყვება გარკვეული ჯილდო, პოზიტიური გამტკიცებაა, ხოლო თუ ადამიანი ცდილობს, რომ არასასიამოვნო მდგომარეობის თავიდან აცილებას, ამას უკვე ნეგატიური გამტკიცება ეწოდეს. მაგალითად, პოზიტიური გამტკიცება თუ მოსწავლე სწორად ასრულებს დავალებას და მასწავლებელი ეუბნება ძალიან კარგად იმუშავე და აძლევს სტიკერს ან რაღაცა დადებით, ან თუნდაც იგივე უღიმის, ამის შემდეგ მოსწავლე ცდილობს, რომ იგივენაირად შეასრულოს დავალება, რადგან ქცევა დადებით გამოცდილებას უკავშირდება და ეს მისთვის სასიამოვნოა. ნეგატიური გამტკიცება თუ ბავშვი ხმაურობს კლასში და მასწავლებელი ეუბნება, რომ მშვიდად მუშაობის შემთხვევაში აღარ მისცემ შენიშვნას, ბავშვი წყვეტს ხმაურს. მშვიდი ქცევა გამტკიცდება ამ შემთხვევაში, რადგან ბავშვი თავს არიდებს არასასიამოვნო შენიშვნას. და ახლა ჩვენ მივედით დღევანდელ თემაზე, სოციალური დასწავლა, რომელიც უკავშირდება ძალიან ცნობილ კანადელ მეცნიერს ბანდურას სახელს და ბანდურამ მიუთითებდა, რომ სწავლა შეიძლება ქცევაში დაუყოვნებლივი ცვლილებების გარეშე განხორციელდეს, დასწავლა შეიძლება გამოვლინდეს ქცევაში, ან დროებით არც გამოვლინდეს, ან საერთოდ არ იქონიოს პირდაპირი გავლენა ადამიანის მოქმედებაზე მოცემულ მომენტში, ხო? სოციალური დასწავლა სამ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს ეფუძნება და ამაზე მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ, ეს არის ინდივიდუალური ფაქტორები, აზროვნება, მოლოდინები, ემოციები, ქცევა, თავად რა ძალიან მნიშვნელოვანი და გარემო და გარემოსთან დაკავშირებული სტიმულები. ურთიერთდამოკიდებული დეტერმინაცია ნიშნავს, რომ ადამიანი, მისი ქცევა და გარემო მუდმივად ზემოქმედებენ ერთმანეთზე და ეს ჩვენ უნდა განვიხილოთ როგორც ერთიანობაში მოცემული. ბანდურას ასევე ცნობილი მაგალითი, რომელიც ბობოს თოჯინას უკავშირდება, როდესაც ბავშვები იმეორებენ იმ ქცევას, რასაც ისინი ზრდასრულებში ხედავენ და ამ შემთხვევაში ეს იყო აგრესიული ქცევა აი ამ თოჯინას მიმართ და ბავშვებმა ეს ქცევა გაიმეორეს, არა დაჯილდოვების დასჯის გზით მოხდა ამ ქცევის გამეორება, არამედ უბრალოდ დაკვირვებითა და იმიტაციით და ბავშვებმა ზუსტად იგივე ქცევა გაიმეორეს ამ ბობო თოჯინას მიმართ, რასაც სასრულები ახორციელებდნენ და აქ ლინკიც არის მოცემული და შეგიძლიათ რომ ნახოთ. რატომ ქვია თეორია სოციალური დასწავლა? იმიტომ რომ საკუთარი ყოველთვის ჩვენ თვითონაც ვისაუბრეთ წინა ორ ფორმაზე დასწავლის, ის ეფუძნებოდა საკუთარ გამოცდილებას. და სოციალური დასწავლაში არ არის საჭირო საკუთარი გამოცდილება. ამ შემთხვევაში მთელი არსი ის არის, რომ შესაძლებელია ადამიანმა ისწავლოს არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით, რადგან წინა ორი დასწავლის ფორმაზე საუბრობთ, არამედ სოციალურ გარემოში სხვებზე დაკვირვებით. დიდი ნაწილი სწორედ აი ამ სოციალური ინტერაქციის, დაკვირვების და მოდელირების გზით ყალიბდება და ადამიანები სწავლობენ საზოგადოებაში და საზოგადოებისგან და ადამიანებისგან. ამიტომაც ქვია მას სოციალური დასწავლა, რადგანაც სოციალურობა არის მნიშვნელოვანი და სხვების ქცევის გათვლა
გათვალისწინება, დაკვირვება და ასე შემდეგ. რა შეცვალა ბანდურამ ამ თეორიით ფსიქოლოგიაში? ძალიან მნიშვნელოვანი თეორია არის და მან რეალურად ფოკუსის შეცვლაც კი გამოიწვია, სწავლა არ შემოიფარგლება, როგორც ვთქვით, მხოლოდ დასჯით ან წახალისებით, ეს იყო ბიჰევიორიზმთან მიმართებაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა, არ სჭირდება ქცევას პირდაპირ გამტკიცება, მხოლოდ შედეგის ხილვადობა საკმარისი არის, რასაც ხედავენ ბავშვები, ამას სწავლობენ, დაკვირვება დასწავლის მექანიზმი ხდება, რასაც ბანდურა თავის ექსპერიმენტებშიაც ადასტურებს და ქცევა ყალიბდება სოციალურ გარემოში. ეს სოციალური გარემო ბავშვის შემთხვევაში მრავალფეროვანი არის, ეს არის საკლასო ატმოსფერო, ურთიერთობები, სოციალური ნორმების გათვალისწინება და ასე შემდეგ. მასწავლებელი ისევე როგორც სხვა ზრდასრულები შეიძლება გახდნენ მოდელები ბავშვისთვის, მასწავლებლის, მშობლის და ავტორიტეტის როლი, ამიტომ განსაკუთრებით ხაზგასმული არის ბანდურას თეორიაში. და ამიტომაც მოსწავლდა ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი ამ მთელ ამ სწავლის პროცესში ბავშვი, ადამიანი არის აქტიური მონაწილე სწავლების პროცესში, არაპასიური დამკვირვებელი. ბავშვი ითვისებს ქცევის ფორმებს, დამოკიდებულებებს და ემოციურ რეაქციებს და მაშინაც კი შეიძლება ვისაუბროთ სწავლაზე, როდესაც ბავშვი უშუალოდ არ იღებს მონაწილეობას ქცევაში და არ არის აქტიური ამ ქცევის პროცესში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ აი ეს რომ მოსწავლე არის აქტიური, ამ შემთხვევაში არ არის პასიური დამკვირვებელი და ბავშვმა შეიძლება ისწავლოს მაშინაც კი, როცა არც არის ჩართული ამ ქცევაში და ჩვენ არ უნდა ველოდოთ ქცევაში აქ და ამჟამად ცვლილებას ამ დასწავლის პროცესში, ხომ? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები თეორიის. სოციალური დასწავლის თეორია, მოკლედ შეიძლება აი ესე შევაჯამოთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ყურადღება, რა თქმა უნდა, ყურადღება ბავშვი პირველ რიგში ამჩნევს ქცევას და მის მნიშვნელობას აფიქსირებს, მოდელის ავტორიტეტი, მშობელი, რაც ვთქვით, მასწავლებელი, როგორც წესი ხდება ხოლმე დაკვირვების ობიექტი და ასე ვთქვათ, ყურადღების სტიმულზე ფოკუსირება არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ეტაპი. შემდეგში მოდის უკვე დამახსოვრება, დაკვირვებული ქცევა ინახება მეხსიერებაში, ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი ან ვიზუალური ხატების სახით და ასე ვთქვათ, კოდირება და მისი შენახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქცევის გამეორება, ბავშვი უკვე ცდილობს ქცევის გამეორებას პრაქტიკაში. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს შესაბამისი უნარები და ასაკობრივი შესაძლებლობები. პრაქტიკა და უკუკავში, ვთქვათ, შესწორება, მითითება ეხმარება ბავშვს ამ ქცევის გამეორებაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. და მათ თქმა უნდა, мотиваცია და შედეგის ხილვადობა. ბავშვი იმეორებს ქცევას, თუ კი ხედავს, რომ მას აქვს გარკვეული სარგებელი არის პოზიტიური შედეგი, დაჯილდოვება, შექება და ასე შემდეგ. ბავშვი ძალიან ხშირად აფასებს აქ და ამჟამად შედეგებს და არა გრძელვადიან შედეგს და ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული. ასე გამოიყურება სოციალური დასწავლის თეორია, ყურადღების და სტიმულზე ყურადღების ფოკუსირებიდან უკვე мотиваციამდე, რომ ბავშვმა გაიმეოროს ქცევა და ამის შესაბამისი мотиваცია ჰქონდეს. როგორ ირჩევენ ბავშვები მოდელებს, ჩვენ ვთქვით, რომ მოდელები იცვლებიან და ყოველთვის ერთი და იგივე მოდელი არ ყავს ბავშვს, როგორ ირჩევენ? პირველი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი არის ემოციური მიბაძვა და ემოციური მნიშვნელობა. როდესაც ბავშვი აკვირდება სხვას და ხედავს მის ემოციებს, ის თავადაც განიცდის მსგავს ემოციურ მდგომარეობას. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ შიში, შფოთვა, გადამდებია, ისევე როგორც სიხარული და ენთუზიაზმი, თუ მშობელი გარკვეულ სიტუაციაში ძლიერ შფოთვას გამოხატავს, ბავშვმაც შეიძლება მსგავსი რეაქცია ისწავლოს. და რა თქმა უნდა, ბავშვი აკვირდება და იმეორებს იმ ადამიანის ქცევას, ვისთანაც მას აქვს ემოციური კავშირი, ვინც უსაფრთხოების განცდას აძლევს, ვინც ხშირად არის მის გარემოში. მასწავლებელი, მშობელი, აღზრდელი, ამიტომ ძალიან ხშირად ხდებიან ხოლმე ბავშვისთვის მოდელი. სტატუსი და ავტორიტეტი მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია ასევე. ბავშვები სწავლობენ მათგან, ვისაც მნიშვნელოვნად აღიქვამენ, ვის სიტყვას და ქცევასაც სხვები უსმენენ და მიყვება
მოყვებიან. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ყოველთვის სწორია, იმას რომ სტატუსი არის, მის სტატუსი არის და სტატუსი აქვს მას და ის ავტორიტეტი არის და ის იწვევს ყურადღებას, ხო? ასეთები შეიძლება იყვნენ მშობლები, მასწავლებლები, უფროსი და-ძმა, პოპულარული პერსონები, რაც უფრო მნიშვნელოვანი და გავლენიანია მოდელი ბავშვისთვის, მით უფრო მაღალია მისი ქცევის გამეორების ალბათობა და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. მსგავსება, ბავშვები უფრო ხშირად ბაძავენ მათ მსგავს ბავშვებს, ვინც აი უფრო ჩემნაირია, ჩვენნაირია, ვისშიც საკუთარ თავს ხედავენ, ამიტომ თანატოლები მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ბავშვების ცხოვრებაში და ესენი ხშირად ხდებიან ხოლმე ვთქვათ ის ბავშვები რომლებიც ასაკით, სქესით ან ინტერესებით არიან ასე ვთქვათ ბავშვების მსგავსები. მათ უფრო მეტად უსვედეთ ბავშვები და იმეორებენ მათ ქცევებს, ასევე შედეგის ხილვადობა, ბავშვები აკვირდებიან რა რეაქცია მოყვება ქცევას, ეს არის დაისჯება თუ არავინმე, დაჯილდოვდება თუ არავინმე, როგორც თქვით ის არაფასებს გრძელვადიან შედეგს, მაგრამ აქ და ამჟამად შედეგს რა თქმა უნდა აფასებს და ეს მნიშვნელოვანი არის დასწავლის პროცესში არავერბალური სიგნალები. ძალიან ხშირად ბავშვები უფრო არავერბალურ მანიშნებლებს აკვირდებიან ვიდრე სიტყვას, მაგალითად ხმის ტონი, მიმიკა, ჟესტი, ან იგივე პიროვნული სივრცე და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა ბავშვები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას და ენდობიან არავერბალურ სიგნალებს ვიდრე თქვა სიტყვას და ამაზე ცოტა მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ. სოციალური დასწავლა გვიჩვენებს, რომ ადამიანის ქცევის ფორმირებაში დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პირად გამოცდილებას, არამედ დაკვირვებას, მიბაძვას და სოციალური გარემოს გავლენას. ამიტომ ეს ფაქტორები უნდა იქნას გათვალისწინებული სასწავლო პროცესშიაც. მოდით ახლა განვიხილოთ რამოდენიმე кейსი, რომელშიაც ვისაუბრებთ იმაზე, რაც უკვე აღნიშნეთ და გაერთიანებული სახით იქნება მოცემული, როგორ საუბრობთ შეცდომაზე და სოციალური დასწავლის მოდელირება როგორ შეიძლება ამ თვალსაზრისით განვიხილოთ, მაგალითად სიტუაცია 4 წლის ბავშვი აგებს კონსტრუქტორს, ნაგებობა ინგრევა, ბავშვი იმედგაცრუებულია, ბრაზდება და ყვირილით გამოხატავს ემოციას. აღზრდელი ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მოდელი, ხო? 7 ტონით ამბობს, რომ ხედავ რომ გაბრაზდი, მოდი მოვიფიქროთ როგორ მოვაგვაროთ, როგორ ავაშენოთ კიდევ ეს კონსტრუქცია. აქ უფროსი ერთდროულად აკეთებს 3 ძალიან მნიშვნელოვან რამეს. ასახელებს ბავშვის ემოციას, რომ ეს არის გაბრაზებული და იმედგაცრუებულია, არ აკრიტიკებს და არ სჯის მას, აი ამ ეგრეთ წოდებული შეცდომისთვის და მესამე ეს არის, რომ სთავაზობს გამოსავალს და თანამშრომლობას. მოდი ერთად ვცადოთ ხელახლა აშენება, ხო? მსგავსი სიტუაციაში თუ კი ხდება ბავშვი და აკვირდება მსგავს სიტუაციას, გარკვეული დროის შემდეგ მან თვითონ შეიძლება იგივე გააკეთოს და იგივენაირად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, ბავშვმა ისწავლოს საკუთარი ემოციის ამოცნობა შესაძლებელი არის გარკვეული დროის მანძილზე და ასევე შეინარჩუნოს ემოციური კონტროლი. ეს кейსი გვიჩვენებს, რომ უფროსი წარმოადგენს ქცევის მოდელს, ამ შემთხვევაში აღზრდელი იყო ქცევის მოდელი, ბავშვი დაკვირვების და მიბაძვის გზით ითვისებს ემოციური თვითრეგულაციის და პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს, ეს ეტაპობრივად ხდება და ეს არის სწორედ აი ეს მოდელირების მექანიზმი, რაზეც ჩვენ საუბრობდით და მოდელირების მექანიზმი სოციალური დასწავლის თეორიაში. ეტაპობრივად, თანდათანობით ბავშვი სწავლობს ემოციური თვითრეგულაციის და პრობლემის გადაჭრის ეფექტურ სტრატეგიებს, რომელმაც დადებითად და შედეგიანად იმუშავა აღზრდელის შემთხვევაში. განვიხილოთ მეორე მაგალითიც, კონფლიქტის გადაწყვეტის მაგალითი, ორი ბავშვი, სიტუაცია ასეთი, ორი ბავშვი ერთსა და იმავე სათამაშოზე იწყებს ჩხუბს, ემოციები იზრდება, ხმამაღლა საუბრობენ, ჩდება ბრაზი და დაძაბულობა. ამ შემთხვევაში ყავს ისევ აღზრდელი, როგორც მოდელი, არ იღებს ერთ მხარეს ან არ სჯის მეორე ბავშვს და ასე ვთქვათ, არ გამოხატავს პოზიციას, რომ ერთი მცდარია, ხოლო მეორე მეტად იმსახურებს ამ სათამაშოს. მოდით მოვისმინოთ ის ამას, მოდით
მივუსმინოთ ორივეს და ვნახოთ რა გამოსავალი არსებობს, ის აჩვენებს, რომ ორივე ბავშვის პოზიცია მნიშვნელოვანია და კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანი და ღირებული არის მოსმენა, როგორც საუბარი და მშვიდობიანად გადაწყვეტის გზის ძიება. ბავშვები იწყებენ ერთმანეთის მოსმენას, საკუთარი სურვილის სიტყვიერად გამოხატვას, შეთანხმების მიღწევას უფროსების უშუალო ჩარევის გარეშე, ჯერ უფროსთან ერთად და შემდგომ მასის ჩარევის გარეშე და აღარ აღიქმება დროთა განმავლობაში კონფლიქტი როგორც საფრთხე, არამედ როგორც სიტუაცია, რომელიც საჭიროებს მოგვარებას და ასე ვთქვათ, მოსმენას, ურთიერთმოსმენას. სოციალური დასწავლის თეორიის მიხედვით, კონფლიქტის ეფექტური მართვა ბავშვებში ყალიბდება არა მხოლოდ ინსტრუქციების გაზიარებით და გარკვეული მითითებების მიცემით, არამედ უფროსების ქცევაზე დაკვირვებისა და მათი მაგალითის მიბაძვის გზით. როგორც იქცევა უფროსი, შემდეგში უკვე ისინი იღებენ იგივე ქცევას და იმეორებენ იმავე მსგავს სიტუაციებში. მშვიდი კომუნიკაცია და მოსმენის დემონსტრირება არის აი ამ მაგალითის ძირითადი კომპონენტები. პატივისცემის დასწავლა, სიტუაცია მესამე, ბავშვები აკვირდებიან, როგორ ესაუბრება აღზრდელი კოლეგას ან ასისტენტს, აღზრდელი იყენებს შვიდ პატივისცემის გამომხატველ ტონს, გთხოვთ, მადლობა და ასე შემდეგ. აღზრდელის ქცევა კვლავ მოდელი არის ამ შემთხვევაში. აღზრდელი არ ასწავლის პატივისცემას წესებისა და მითითებების საფუძველზე, თავად საუბრობს თავაზიანად, არ ამცირებს და არ აკრიტიკებს კოლეგებს, გამოხატავს მადლიერებას და მხარდაჭერას და დროთა განმავლობაში ბავშვები ხედავენ, რომ პატივისცემა არის მნიშვნელოვანი და მათთვის ხდება ნორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გახდეს პოზიტიური ქცევები და იგივე პატივისცემა ნორმა ურთიერთობაში. შედეგად რას ვიღებთ? დაკვირვება დროის განმავლობაში ბავშვები საუბარს იწყებენ 7 ტონით, იმავე ტონს იყენებენ, რასაც უფროსები, მიმართავენ ერთმანეთს თავაზიანად და უფროსებს, ჯგუფში მცირდება ირონია, დამცინავი მიმართვები და ჯგუფის კულტურის ნაწილი ხდება პატივისცემა და ნორმა, რაც რა თქმა უნდა საჭიროებს დროს. ეხლა ეს ერთი დაკვირვების საფუძველზე ეს არ ხდება. და რა თქმა უნდა მოდელირებაში წამყვანი არის სოციალური დასწავლის თეორიის მიხედვით, რომ პატივისცემის გამომხატველი კომუნიკაცია უფროსებს შორის ეხმარება ბავშვებს, რომ იგივე ტიპის კომუნიკაცია ჰქონდეთ უფროსებთანაც და ერთმანეთთანაც. ამიტომ ეს სოციალური დასწავლის თეორიის მიხედვით, თუ გვინდა ბავშვებმა პატივისცემს ხვებს და ჰქონდეთ მსგავსი კომუნიკაცია, პირველ რიგში მათ უნდა დაინახონ პატივისცემა ჩვენს ქცევაში და მსგავსი ქცევები უფროსებში. ამიტომაც არის ძალიან თუ შეიძლება მაშინ ვიკითხავ რა, რომ ხშირია, როდესაც თქვათ უფროსი ადამიანი ამბობს, რომ აი ბავშვს შეუძლია მადლობის გადახდა, ხო? ან რაღაც ისეთ სიტუაციაში, როცა სხვა საწყენინებს აი არ იხდის ბოდიშს. მაგრამ თუ უფროსი ამგვარ ბავშვთან კომუნიკაციის შემთხვევაში, ხო, გადაიხდის მადლობას, ხო? ან მოიხდის ბოდიშ გარკვეულ სიტუაციაში, ანუ ეს გაზრდის ალბათობას იმისა, რომ ამგვარ სიტუაციაში ბავშვი ამ სოციალურ ნორმებს დავეუფლება, ხო? აბსოლუტურად. ანუ უფრო ეფექტური სწორედ ეს გზა არის. ნაკლებად ისწავლის ბავშვი, მაგალითად, თუ კი მასწავლებელი და აღზრდელი მას მოუწოდებს, რომ ყოველთვის გამოხატე პატივისცემა, მოიხადე ბოდიში, თქვათ, გადაუხადე მადლობა დახმარებისთვის ხვებს, ვიდრე იმით, რომ თვითონ გააკეთოს ეს. ბავშვის მიმართ, ხო? კი, ბავშვის მიმართ, ერთმანეთის მიმართ, აი სოციალური გარემო უნდა იყოს, ასეთი ნორმად უნდა იქცეს პატივისცემა. სოციალურ გარემოში უფროსებს შორის, უფროსა და ბავშვებს შორის და მე ბავშვებიც იწყებენ ამას. ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ის, რომ მაგალითად ჩვენ მათ ვასწავლოთ სიტყვიერად, რომ აი როდესაც ესეთი სიტუაცია მოიქცი მსგავსად. უფრო ეფექტურია და ბავშვების ცხოვრებაში და სწავლის პროცესში უფროსები ამიტომაც ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს. პატივისცემა, თანამშრომლობა, პოზიტიური სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ესეთი მოდელირება არის განსაკუთრებით ეფექტური. კი ბატონო. გავაგრძელოთ ხო ნინო? კი ბატონო, კი, ძალიან საინტერესო.
ფორმირება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ბავშვებისთვის, თუ უფროსი თავად იკვებება ჯანსაღად და აჩვენებს კვების კულტურას და სხვა ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანი არის, ბავშვიც იწყებს ამის ეტაპობრივად ათვისებას, იძულება, აკრძალვა, ან მოწოდება ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე პოზიტიური მაგალითის ჩვენება და ესეთი ჯანსაღი კვება ყოველდღიური პრაქტიკაში უნდა ჩამოყალიბდეს და ბუნებრივ ჩვევად იქცეს ეტაპობრივად. იგივე შეიძლება ვთქვათ, წიგნიერების განვითარებაში ბავშვისთვის წიგნი და წაკითხვა, მეცადინეობა განსაკუთრებით უფრო ძლიერდება, როდესაც ის ხედავს უფროსების წიგნებთან ურთიერთობას, ერთობლივი, ამიტომაც არის ზამთრული ერთობლივი კითხვა, წიგნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ეს უნდა გახდეს არა ბავშვისთვის ვალდებულება, არამედ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და რაც უფრო ხშირად არის ესეთი მაგალითები და მოდელები ყოველდღიურ ცხოვრებაში, მისთვის ეს უფრო მისაბაძი ხდება ბავშვისთვის და ბანდურა საუბრობდა სწორედ ამაზე, საუკეთესო გაკვეთილი ხშირად სიტყვებით კი არა, პირადი გამოცდილებით ისწავლება, ეს ბანდურას სიტყვები არის. თუ გვინდა რომ ბავშვებში გარკვეული ღირებულებები და ქცევები ჩამოვაყალიბოთ, პირველ რიგში თავად უნდა ვიყოთ ამ ქცევის მაგალითი და ბავშვი უნდა ხედავდეს ამას სწორედ ჩვენგან და უფროსებისგან, რომელიც ნელ-ნელა ჩამოიყალიბებს ჩვენთვის სასურველ ღირებულებებს და ქცევებს. არავერბალური წეღანს ჩვენ შევეხეთ ზამოკოთ გადადის ხო ნინო სლაიდები კი გადადის წეღანში შევეხეთ არავერბალურ კომუნიკაციას ზედაპირულად სოციალურ დასწავლაში ძალიან მნიშვნელოვანი არის არავერბალური კომუნიკაცია და ხშირად არის რომ ბავშვები ავტომატურად იმეორებენ იმ ქცევას რომელსაც ყოველდღიურად ხედავენ მასწავლებლის ამ მშობლისაგან აი მაგალითად აღმოჩნდა რომ სრულწმენებისა და ჩამოყალიბებაში კი ის მნიშვნელოვანია, მაგალითად, მშობლები თუ იკავებენ დისტანციას, ნაკლებად იღიმიან, ან პირიქით ხშირად იღიმებიან გარკვეული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობაში, ბავშვები ამას ძალიან ადვილად სწავლობენ და იგივეს აკეთებენ არავერბალურად. რეალური ქცევის მაგალითები არის ძალიან ძლიერი გავლენის მომხდენი ბავშვის ქცევაზე, ვიდრე სიტყვები და მითითებები, მაგალითად, მიმიკები, ჟესტები, სხეულის პოზა, რაც წეღან თქვით, ხმის ტონი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მისი ქცევის ფორმირებაში და განსაკუთრებით ემოციური ტონი, რეაქციის სტილი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე და მის ემოციურ განვითარებაზე. თვითშეფასებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ არავერბალური კომუნიკაციაც ჩვენ მხოლოდ არ უნდა ვიფიქროთ ვერბალური კომუნიკაციაზე ბავშვებთან ურთიერთობის შემთხვევაში, არამედ არავერბალურზე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს არავერბალური კომუნიკაციის ნაკლები გამოცდილება აქვთ, ვიდრე მშობლებს, მათ ძალიან სწორად და ხშირად ძალიან ადეკვატურად შეუძლიათ არავერბალური მანიშნებლების ინტერპრეტაცია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოციალური დასწავლა დღეს ციფრულ რეალობაში და ციფრულ სამყაროში გადადის. სოციალური დასწავლა მიმდინარეობს არა მხოლოდ კლასში, მაგალითად, პირისპირი ურთიერთობის შემთხვევაში, არამედ ციფრულ სივრცეში, სოციალური ქსელები, ონლაინ პლატფორმები, ვირტუალური საკლასო გარემო და ასე შემდეგ. და იგივენაირი პროცესი მიდის, ბავშვები და ახალგაზრდები აკვირდებიან და იმეორებენ ქცევებს, რომელსაც ხედავენ ონლაინ სივრცეში. ეს არის კომუნიკაციის სტილი, ემოციური რეაქციები, ურთიერთობების ფორმები. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ციფრულ გარემოში არავერბალური სიგნალები იცვლება. მაგრამ ისინი არ ქრება. ანუ ანაცვლებენ მაგალითად, უფრო წამყვანდება ემოჯები მაგალითად, ხმის ტონი, კამერის წინ სხეულის ენა, რაღაცა ასპექტები ძლიერდება, რაღაცა სუსტდება, მაგრამ არ ქრება არავითარ შემთხვევაში. მასწავლებელი ციფრულ სივრცეშიაც და ავტორიტეტები რჩებიან ქცევის მოდელებად. ეს უნდა გავითვალისწინოთ, როგორ წერს კომენტარებს, როგორ პასუხობს შეცდომას, როგორ მართავს კონფლიქტს
ონლაინ, ან როგორი არის მისი ქცევები, ასევე შეიძლება გახდეს ბავშვებისთვის მისაბაძი და რადგანაც ჩვენ ციფრულ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ბავშვებსაც რა თქმა უნდა, ხშირად უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე ინსტრუქციები ან ყოველდღიური პირისპირ ურთიერთობები. ძალიან დიდი მადლობა. აქ ამ შემთხვევაში თუ შეიძლება ვიკითხავ, ანუ ის შინაარსი, რასაც თავაზობთ, ხო, ბავშვებს იგივე ანიმაციის თუ რაღაც ესე ფილმის თვალსაზრისით ასევე იქნება, ხო, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი. აბსოლუტურად, კი. ანუ იცვლება ფორმები, მაგრამ არავერბალური სიგნალები და დაკვირვებით ჩვენ დაკვირდებით პირველ რიგში არავერბალურს, ხო, ჩვენ არ ვაკვირდებით სიტყვებს, ხო, ვაკვირდებით არავერბალურ სიგნალებს. ამიტომ ეს არავერბალური სიგნალები ტრანსფორმირდება, იცვლება ონლაინ სივრცეში, მაგრამ არ ქრება და იგივე სოციალური დასწავლის იგივე პროცესი მუშაობს, როგორ მოდელებს ირჩევენ ბავშვები, აკვირდებიან, მაგრამ აი ეს ციფრულ მოდელირებას გარკვეული რისკები ახლავს, ძალიან სწრაფად ვრცელდება ქცევა ციფრულ რეალობაში, ემოცია, აგრესია, ირონია, სარკაზმი. აი შეიძლება გამოჩნდეს ერთ რაღაცა ვიდეოში, ერთ რაღაცა პლატფორმაზე და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვეს მას და ასობით ბავშვმა გაიმეოროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სოციალური დასწავლა აი ამ ციფრულ გარემოში და პლატფორმებზე კრიტიკული ანალიზის ნაკლებობით ხდება. კრიტიკული ანალიზი ამ შემთხვევაში ძალიან დაბალია. და უფროსების როლი ამიტომაც ხდება ძალიან მნიშვნელოვანი. არა აკრძალვა, არამედ ახსნა, კრიტიკული გააზრება და ციფრული კომპეტენციების განვითარება, რომელიც ბავშვს ეხმარება შესაბამისი ქცევების ფორმირებაში, ხო? კი ბატონო, ამიტომ ეს რეალობა დამატებით გამოწვევებს ქმნის სწავლის პროცესში და აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ მერე უნდა ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, ხო, შესაძლოა ბავშვმა ნახა რაღაც გარკვეული ვიდეო, რომ ეს გავაანალიზოთ, რამდენად მისაღები იყო და ასე შემდეგ და ამან შეიძლება პირდაპირ, ასე ვთქვათ, გავლენა შედარებით შეამსუბუქოს, ხო, ეს თუ რაღაც არასასურველი შინაარსი იყო. ამიტომაც არის, აი ახალი ისა გვაქვს, ხო, როგორ შეიძლება ციფრული კომპეტენციის განვითარება და ეს ალბათ ერთ-ერთი წამყვანი კომპეტენცია გახდება 21 საუკუნეში. კრიტიკული გააზრება, ციფრული კომპეტენციების განვითარება, ეს ხდება, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ბავშვებმა ეს არ მიიღონ ყოველგვარი განსჯის გარეშე და ეს არ მოხდეს გამეორება კრიტიკული ანალიზის. კრიტიკული ანალიზი ისედაც ძალიან ნაკლებად ხდება. შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული ანალიზის გარეშე ხდება სოციალური დასწავლა ციფრულ რეალობაში. Ოდესმე ჩვენ გავზარდოთ აი ამ კომპეტენციების განვითარებით, გააზრებაში დახმარებით და ასე შემდეგ, კი. ანუ დღეს ძალიან მონდაშია ბავშვები ხშირად უყურებენ ადრეული ასაკის, ასე ვთქვათ, პატარა ვიდეოებს თავის თანატოლების შესახებ, ხო, რომელსაც მშობლები ათავსებენ. არის ზოგიერთი მათგანი, სადაც აქცენტი აკეთებული ჯანსაღყვებაზე, კონფლიქტის მოგვარებაზე, ხო, მაგრამ თუ არის, ვთქვათ, იმგვარი შინაარსი, რომელიც შესაძლოა რაღაცისთვის მიუღებელი იყოს, ხო, რაღაცა, ვთქვათ, მუდმივი აქცენტი მატერიალურ ნივთებზე და ასე შემდეგ, შესაძლოა, რომ მშობელმა ამის შესახებ იმსჯელოს, ხო? გარდა ისა, რომ ვთქვათ, რაღაც გარკვეული კონტენტის, ასე ვთქვათ, აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღოს. ხო, აი ესეთი სარკაზმი, ნეგატიური აგრესია, ირონია, აი ამ შემთხვევაში კი, რომ გადატანისა და გამეორების რისკი რომ შეამციროს. მშობელმა, მასწავლებელმა, საგანმანათლებლო სივრცეებში ამისი შემცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, კი ბატონო. მე მგონი რომ ჩვენ თეორიას საკმაოდ ვისაუბრად, რა პრინციპებია, როგორ მოქმედებს, რატომ არის მნიშვნელოვანი და კიდე ერთხელ რომ შევაჯამოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული განათლების სპეციალისტებისთვის თეორია. იმიტომ რომ ადრეული განათლების სპეციალისტი ბავშვისთვის ქცევის მოდელი არის და მაგალითია და თეორია სპეციალისტებს ახსენებს კიდევ ერთხელ, რომ ბავშვი სწავლობს დაკვირვებით და მიბაძვით, ეს არის საფუძველი. თეორია ეხმარება გარემოს მიზანმიმართულ დაგეგმვაში სპეციალისტებს,
რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისე შეუძლია სპეციალისტ დაგეგმოს გარემო, რომ ხელი შეუწყოს პოზიტიური ქცევების ჩამოყალიბებას, როგორც ფიზიკურ სივრცეზე გვაქვს საუბარი, წესრიგი, მასალების ხელმისაწვდომობა, ასევე სოციალურ გარემოზე, რაც ცოტა უფრო რთულია, როგორც არის ურთიერთპატივისცემა, ემოციური უსაფრთხოება. ამიტომ აი გარემოს დაგეგმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სოციალური დასწავლის თეორიის გათვალისწინება. საკუთარი ქცევის გააზრება, ზრდის ეფექტიანობას, პროფესიულ ეფექტიანობას, რა თქმა უნდა, თეორიის ცოდნა სპეციალისტებს ეხმარება გაანალიზონ საკუთარი ქცევა და გააცნობიერონ რა გზავნილებს გადასცემს ბავშვებს ყოველდღიურ ურთიერთობაში. ეს ზრდის პროფესიულ თვითრეფლექსიას, რა თქმა უნდა, რა ძალიან მნიშვნელოვანია, ამცირებს არათანამიმდევრულ ქცევებს და აუმჯობესებს მუშაობის ხარისხსაც. და შესაძლებელი არის ასეთი მუდმივი გააზრების თვითრეფლექსიის საფუძველზე უფრო ეფექტიანად დაგეგმოს მასწავლებელმა, ამ შემთხვევაში ადრეული განათლების სპეციალისტებზე საუბრობთ, ბავშვის როგორც სოციალური, ასევე ემოციური განვითარება და ხელი შეუწყოს აი ამ ფაქტორების გათვალისწინების გზით. ეს არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი ადრეული განათლების სპეციალისტებისთვის, მნიშვნელოვანი არის მშობლებისთვის და მშობლები ყველაზე უფრო გავლენიანი მოდელები არიან პირველი 5 წლის მანძილზე ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ბავშვი პირველ სოციალურ გამოცდილებას სწორედ რომ ოჯახში იღებს და მშობლებისგან, მომვლელისგან და უფროსი და ასე შემდეგ. ის აკვირდება მშობლის ქცევას, ემოციურ რეაქციებს, სტილს და ასე ვთქვათ, მე იმეორებს და ასე აყალიბებს საკუთარ ქცევას. ამიტომ მათი როლი ძალიან დიდია. არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ რას ამბობს მშობელი, არამედ ჩვენი თეორიის მიხედვით, სოციალური დასწავლის თეორიის მიხედვით, მისი ქცევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს უნდა გაითვალისწინოს მშობელმა. ყოველდღიური ქცევა და დამოკიდებულებები აყალიბებს ბავშვის ღირებულებებს, როგორ ესაუბრება მშობელის სხვებს, როგორ რეაგირებს სტრესზე, ან როგორია ურთიერთობები მშობლებს შორის და ბავშვებს შორის, შვილებთან, როგორ აგვარებს ის კონფლიქტებს, ეს ყველაფერი ქმნის წარმოდგენას ბავშვისათვის, რა არის სწორი, მისაღები, რა არის ნორმა. და შესაბამისად, რაც უფრო პოზიტიურია ეს მოდელირებები და ექსპოზიციები, მით უფრო ბავშვი იღებს სოციალური დასწავლის გზით პოზიტიურ და სწორ ფორმებს. სოციალური დასწავლის თეორიის გაცნობიერება ასევე მშობელს ეხმარება ბავშვის განვითარებაში საკუთარი როლი უკეთ გააცნობიეროს, ემპათიური მიდგომის აძლიერებს ემპათიურ მიდგომას, ერთის მხრივ დაამცირებს დასჯაზე ორიენტირებულ მიდგომებს და შედეგად შესაძლებელი არის, რომ აღზრდა გახდეს უფრო თანამიმდევრული, გააზრებული და ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება რომ შეჯამების სახითაც რომ ვთქვათ, სოციალური დასწავლის თეორია გვაჩვენებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ სწავლა ყოველთვის მიმდინარეობს, გვინდა ეს თუ არა, და გეგმავთ თუ არა ამას, კეთება, კითხვა, კომუნიკაცია, ეს ყველაფერი სოციალური დასწავლაა და ბავშვი ამას ყველაფერს სწავლობს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მშობელი, მასწავლებელი და ნებისმიერი უფროსი შეიძლება გახდეს ქცევის მოდელი და თუ გვინდა რასაც წეღავ თქვი, თუ გვინდა ბავშვმა ისწავლოს პასუხისგებლობა და ურთიერთპატივისცემა, ჩვენს ქცევაში ეს უნდა დომინირებდეს და სოციალურ გარემოში ზოგადად. და საბოლოო ჯამში კითხვა აღარ არის, ვასწავლით თუ არა ბავშვებს ჩვენი ქცევის საფუძველზე, არამედ უფრო სწორი იქნება ალბათ დავსვათ კითხვა, რას ვასწავლით ჩვენი ქცევით ბავშვებს. დიდი მადლობა. Ani, უპირველესი მადლობა. გამეზიარებინა თქვენთვის. მადლობა პირიქით, ნინო. ძალიან საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის, ვფიქრობ, ის ძალიან სასარგებლო იქნება მშობლების და აღზრდებლებისთვის, ხო? ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩართულნი არიან, ასე ვთქვათ, ადრეული ასაკის ბავშვის გავითარებაში.
მაშინ რომ კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, ხო, ესეთი ძირითადი მესიჯები, რომელიც გვინდა რომ აქედან მივიდეს, ასე ვთქვათ, ათვლებამდე თუ მშობლებამდე, ეს არის რომ სწავლა ყოველთვის მიმდინარეობს. აი ეს არის ნინო, აბსოლუტურად ჩვენ ესე რომ ჩვენ დავგეგმეთ და ვასწავლით ბავშვს და ეხლა ის ისწავლის, არა. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ სწავლა ყოველთვის მიმდინარეობს და ყოველთვის ხდება. ნუ განსაკუთრებით ახლა არავერბალური სიგნალებზედაც ვისაუბრეთ და არავერბალური ვერბალური კომუნიკაცია წყდება, როცა ჩვენ წყვეტთ საუბარს. არავერბალური არასოდეს წყდება. თუნდაც ამის გამო სწავლა არავერბალური კომუნიკაციის საფუძველზე არასოდეს წყდება და ეს ინსტრუქციები და წესები ხშირად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, რასაც მშობლები ან იგივე უფროსები უზიარებენ ბავშვებს, ვიდრე დაკვირვება, ყოველდღიური დაკვირვება. ჩვენს ქცევაზე, ტონზე, რეაქციებზე ეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე წინასწარ ჩამოყალიბებული ინსტრუქციები, წესების გაზიარება და ასე შემდეგ, ხო? ეს რომ ჩვენ შეიძლება არც გეგმავდეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უფროსი ან მასწავლებელი, რომ გავხდებით ქცევის მოდელი, ეს შეიძლება ჩვენ ვერც გავაცნობიეროთ და არც გქონდეს დაგეგმილი, მაგრამ შესაძლებელი არის, რომ მშობელი, მასწავლებელი, ნებისმიერი უფროსი ადამიანი გახდეს ქცევის მოდელი. ისე რომ ჩვენ ეს ვერ გავაცნობიეროთ და არც დავგეგმოთ წინასწარ. და ამიტომაც ეს არის, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ქცევების წამყვანი ელემენტები, პოზიტიური, ალტრუისტული, პატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია, ხო? და საერთოდ აღარც დგება, რადგან ჩვენ რაღაც აღნიშნე კიდევაც, რომ ვასწავლით თუ არა ჩვენი ქცევის საფუძველზე ბავშვებს, ეს კითხვა აღარ არის. ეს რა თქმა უნდა ასე არის. უბრალოდ ჩვენ უნდა ყოველთვის ვიყოთ და თვითრეფლექსიას ვახდენდეთ, რას ვასწავლით ჩვენი ქცევით. და როგორ შევცვალოთ ჩვენი ქცევა იმ მიმართულებით, რაც გვინდა რომ ვასწავლოთ ბავშვებს. აჰა, კეთილი ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ამ შემთხვევაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ მოდელი, გამომდინარე თქვა ჩვენი ავტორიტეტიდან, იმიტომ რომ აღზრდელის როლში ხართ მშობლის და შეგვიძლია თუ არა ასევე მიზანმიმართულად გამოვიყენოთ ჩვენი ქცევა იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა იყოს აი კვებითი ჩვევები, რომ ჯდები ვჭამ დანაჩანგლით, ხო, ვიყენებ ხელსახოც. აღგილდი ისაც გვინდა რომ ვასწავლოთ ბავშვებს, ის უნდა იყოს ჩვენი ქცევის ყოველდღიური ქცევაში დომინანტური, ხო? ისეთ სოციალური გარემო უნდა იყოს ისეთნაირად მოწყობილი უფროსისგან, რომ არა მარტო ფიზიკური, სოციალური ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ქცევებს შეუწყოს ხელი. და თუ ჩვენ ქცევაში ეს არის წამყვანი და ჩვენ ქცევისთვის ნორმაა, ხო? ასევე ხდება ბავშვისთვის ნორმა. მე ხდება ისე, რომ გაცნობიერების გარეშე ავტომატიზება ხდება, ხო, უკვე. ჯანსაღი ყვება მაგალითად, რასაც თქვენ ამბობდით, ხო, ნინო? ეს თავიდან გასაგებია, რომ შესაძლებელია რაღაცა მშობლისგან იღებდეს, იმეორებდეს და მერე დროთა განმავლობაში ეს ხდება უკვე მისთვის ნორმა და აღარ შეუძლია მას სხვანაირად. პირიქით ეს არის ნორმა მისთვის და ეს არის ავტომატიზებული ქცევა უკვე. და არა ჯანსაღი ყვება ხდება უკვე მისთვის ნორმა აღარ არის და პირიქით ის აღარ ხდება მისი ყოველდღიური ქცევაში აღარც ვლინდება უკვე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ქცევას და სიტყვებს შორის არ იყოს განსვლა. არ იყოს იმიტომ რომ მაინც ჩვენ ქცევას მოუწონდებდე ჯანსაღი კვებისთვის და თავად იკვებებოდი არა ჯანსაღი საკვებით. და კიდევ, აი ესეთ სიტუაციებს, ვთქვათ, ხშირად შევხვედრივართ ხოლმე, ვთქვათ, წარმოვიდგინოთ, რომ ორი ბავშვი კამათობს, მაგალითად სათამაშოს გამო. და ნუ ერთ-ერთი აღზრდელმა გადაწყვიტა, რომ ამ სიტუაციაში, რომ ასე ნუ აკეთებ და ასე შემდეგ, ესეთი ტონი დაეჩაგრა, დაეტუქსა მხოლოდ ერთი ბავშვი, ვინაიდან ჩათვალა, რომ მას მეტი სოციალური კომპეტენცია ჰქონდა და თქვა, თავად უნდა მოეგვარებინა ეს კონფლიქტი. აი ასეთ სიტუაციაში რას ისწავლის ბავშვი?
ასეთ სიტუაციაში ძირითადად ეს არის რომ კონფლიქტის გადაჭრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენა სიტუაციაში გარკვევა და გარკვეული გამოსავლის მოძებნა, ხო? და თუ კი აღზრდელი პირდაპირ ეს ვთქვათ ყოველგვარი და გამოლაპარაკების მოსმენის გასაუბრების გარეშე წყვეტს რომ ეს მცდარია და ეს სწორია და მიკერძოებული ხდება ერთი ამას სწავლობს ბავშვიც კი რომ აი თავისი ასე ვთქვათ პირველივე შეხედულებით, პირველივე რეაქციით, რაც მიაჩნია სწორედ, ეს იქნება სწორი მისთვის ყოველთვის და არ გახდება მნიშვნელოვანი ის, რომ მოусმინოს და გაიგოს სხვისი პერსპექტივა, დააფასოს და რაღაცა შეთანხმებამდე მივიდეს, ხო? კონფლიქტის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი ეს არის, რომ რესურსის ნაკლებობაა, ხო? რესურსი ვერ იყოფენ ბავშვები და იმით ხდება კონფლიქტი. და აი ეს უნდა მოილაპარაკონ, მოусმინონ ერთმანეთის საჭიროებებს. შეიძლება არც არის საერთოდ მათი რესურსები, რაც მათ უნდათ, ესენი ურთიერთსაწინააღმდეგო არც არის შეიძლება, ხო? უნდა გაარკვიონ ვის რა უნდა, ვის რა სჭირდება და ეს რესურსი მერე ისე გაიყონ. სამართლიანად, თანასწორად, სხვისი პერსპექტივის გათვალისწინებით არ შეიძლება ბავშვმა ისწავლოს, რომ მხოლოდ რაც მას სურს და რაც მას უნდა ეს არის მნიშვნელოვანი და რაც სხვა სჭირდება და რაც სხვას უნდა ეს უმნიშვნელოვანი, მეორე ხარისხოვანი არის, ხო? აჰა, ანუ აქაც უნდა მოვახდინოთ რეფლექსია, რომ ჩვენ ვართ ისე ძლიერი, ასე ვთქვათ, სასწავლო მასალა, სასწავლო მაგალითი და იმის მიხედვით, თუ როგორ შეუწყევთ ხელს მათ ორივეს მოსმენით, მოსაზრებების გამოთქმით, რაღაცა მოლაპარაკების, ასე ვთქვათ, ახალისებით, ხო, რომ ეს გახდება უკვე შემდგომში ბავშვები დამოუკიდებლადაც ასე მოაგვარებენ არსებულ გამოწვევებს. Ani, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო პრეზენტაციისთვის და ფიქრობთ, რომ ეს მასალა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იგივე მასწავლებლის სახლის, ასე ვთქვათ, პორტალზე აიტვირთება და მას ნახავენ ჩვენი აღზრდელები და მშობლები. დიდი მადლობა, პირიქით, მადლობა.